ნახეთ, ქრისტე ჩემში, მე ხო უნდა განვიცადო და ქრისტე ჩვენ შორის. ქრისტე ჩვენ შორის ქმნის ობიექტურად, ყველასთვის დასანახავად დოქტრინას, ცხოვრების წესს, სარწმუნოებრივს ქრისტიანულს, რომელიც ყველასთვის საერთოა. და ქრისტე ჩემში, ეს არის ჩემი პიროვნული უნიკალური განცდა ჩემთან ღმერთის ურთიერთობისა. და ეგ არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი სიბრძნე. თუ ჩემი პირადი უნიკალური გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობისა აცდენილია ეკლესიის, სადაც ღმერთი არის, ასე იგივე ღმერთი არის ჩვენ შორის, რომელიც ჩემშია. და თუ ჩემი უნიკალური ღმერთთან კავშირი აცდენილია აი ამ ერთობას და მასთან წინააღმდეგობაში მოდის, მაშინ ჩემთან არის რაღაცა ხიბლი და ტყუილი. ამიტომ აუცილებელია, რომ საკუთარ თავში არსებული გამოცდილება გადამოწმებული იქნას ეკლესიის ერთობასთან და თვით პავლე მოციქული, რომელსაც ქრისტე ეცხადებოდა და უშუალოდ ასწავლიდა ყველაფერს, ის ადის მოციქულებთან, რომლებიც ქრისტეს ხორცელად იცნობდნენ და თვითონ ამბობს, რომ ავედით გავესაუბრეთ ძმებს, ხო რამეს არასწორად ხო არ ვაკეთებ, გესმით? არადა მას პირდაპირ ქრისტე ეცხადება, მაინც გადაამოწმე. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ.